ამასობაში აი დაიდო საინტერესო ვიდეო არის გუდაურში გადაღებული და ერთ-ერთი ფოთაშორის კარგად მევა ამ პირველ თემას, იმიტომ რომ აი რისი გეშინიათ ბოლო-ბოლო ფული შემოვა, რისი გეშინიათ, აი პატარა ასპექტი იმისი, რისი გვეშინია, ცოტა აი ამ ვიდეოში ჩანს. ხო, მოდი ნახოთ, ეს არის თხილამურების სწავლის გაკვეთილების ინსტრუქტორი და ის აი თავის აღშფოთებას გამოხატავს. ესაც გუდაური პატარა სასწავლო ადგილი სნოუპარკში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ქართველები უნდა ვასწავლეთ აი ამ ხალხს, აქ ვინც არის. მაგრამ აი ამ მომენტში მხოლოდ 3 მასწავლებელი ვართ. აი ეს ხალხი ყველა არის მოსწავლე და აქ ასწავლიან მარტო უცხოელები. იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები უმუშევრად არიან. მადლობა საქართველოს მთავრობას, მაშინ 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ასე ვთქვათ, აჯანყება, რომ უცხოელებისთვის რაღაცა ელემენტარული რაღაცა შეზღუდვები დაგეწესებინათ და თავზე არ გადაევლოთ, მაშინ დაგვიწესეთ შეზღუდვები ჩვენ, დაგვიჭირეთ ჩვენ და ყველაფერი ცუდი დაგვემართა ჩვენ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს აი აქ არიან უკრაინელები, არიან ებრაელები, რუსები, რავი 1000, ძალიან ბევრი უცხოელი ინსტრუქტორები, აგერ ებრაელები, 5-6 კაცს ერთად ასწავლიან, ან რას ასწავლიან საერთოდ. აი ზოგი აქ ყირაობს, ზოგი სატყირაობს. არაფერი არ ხდება, არაფერს ესენი არ ასწავლიან, მაგრამ ფულს აკეთებენ ოხრად. ის ფული უნდა მოდიოდეს ჩვენი მთიულების ქართველების ჯიბეში, მაგრამ მიდის აი ამათ ჯიბეში. და აი ეს არის პრობლემა. ხელსაც არ გავანძრევ, არც ავაყენებ, თავის ინსტრუქტორი ყავს. მადლობა თქვენ, რომ აი ესე არც მოგხედავ საერთოდ, აი ეგრე ეგდე მან დაიღე, რასაც აი ხოყავ შენი ებრაელი ინსტრუქტორი. მოკლედ, ასეთი სავალალო მდგომარეობაა რეალურად. მახსოვს, შარშან იყო თუ შარშან წინ გუდაურში იყო ქართველი ინსტრუქტორების პროტესტი, რომ იქ ჩამოდიან უცხოელები, ჩამოდიან როგორ დასასვენებლად, ან ჩამოდის სასტუმროში სახლდება, სანამ ტურისტული სეზონია, მე იქ მუშაობს ინსტრუქტორად, ამ მუშაობით იქ დასვენების ხარჯებს აწიფდის, რაღაც საგროვებს, ქართველებს ართმევს სამუშაო ადგილს, მე მთავრდება სეზონი, ეს მიდის და ქართველები ის სეზონი ჩავარდა მათთვის, ხო? ეს არის აი რაღაც ჯამური დემონსტრაცია და მე ის ქართველები, რომლებიც აგერ ამ ვიდეოთი შეგვიძლია მივჭელოთ, როგორც ირკვევა, ახლა ჩვენ შეიძლება ზუსტად დეტალები არ ვიცოდით, მაგრამ ამ ვიდეოდან ეგრე ირკვევა, რომ ვიღაცებს პოლიციით შეავიწროვეს, პრობლემები შეუქმნეს, გააჩერეს იმ ქართველების პროტესტი და შედეგად ახლა ქართველების სამუშაო იქ აღარ არის, ყველაფერი დაიკავეს უცხოელებმა. ეგ არის აი ჯამური დემონსტრაცია იმისა, ვიღაც უცხოელი ინვესტიციას რო ჩადებს, იყიდის თხილამურს, აქ ჩამოვა და იყიდის თხილამურს და იყიდის რაღაცა ეკიპირებას და ინვესტიციას ჩადებს, გადაიხდის საფასურს სასტუმროში. და ხაჭაპურს იყიდის, ხო? და ინვესტიციას ახდენს. და რა გინდა ამისგან, ამაში რა პრობლემა შეხედავ? რა პრობლემა, მან ინვესტიცია ჩადო, აქ ხაჭაპურს აკიდულობს, იმას რა ქვია, იუჯეტში აკიდვის ფულს. ოღონდ ქართველების ადგილს იკავებს, მე ის ქართველი სამუშაოს ვეღარ შეულობს. და მიდის უცხოეთში და მე გვიკვირს და კითხულობთ, რომ აი რატო წავიდნენ ეს ქართველები უცხოეთში და ეს რა უბედურებაა და მე მივდივართ ისევ და იმ ხელისუფლებას ვაძლევ თქმას, რომელიც ამ პოლიტიკას ატარებს. ეგ არის შედეგი, ხალხო. არ არის მაგ პოლიტიკის სხვა შედეგი მოსალოდნელი თუ ეგ მიზანმიმართული მაგ ტიპის პოლიტიკა. თან როგორ აიცი ვიღაცების ეხლა აბა თქვენ რა ეხლა თავისუფალმა ბაზარმა დაარეგულიროს, თავისუფალმა ბაზარმა დაარეგულიროს. როგორ აიცი აი ვისაც ეგ შეხედულება გაქვთ, რავი თქვენ მაგას მიაწექით რა და აი ვისაც არ გინდათ რომ საკუთარ სახლში სტუმარი გახდეთ ბოლო-ბოლო. რავი უნდა მიხვდეთ რომ მარტო თავისუფალი ბაზარი არ არის და არის რაღაცა საკუთარი ინტერესების დაცვის აუცილებლობა. შენ სახლში შენი ადგილი თუ აღარ დარჩა და შენ აქედან გაიქეც და ვიღაცა სხვა დასახლდა, ის უკვე იმისი სახლი იქნება. რა თქმა უნდა, მაგის გარდა სუფთა ლოგიკურად შევხედოთ. ანუ თუ რაღაცა
კონკრეტულმა ინვესტიციამ, ან კონკრეტულმა სექტორმა. აი მაგალითად ამ შემთხვევაში ტურისტულ სექტორზეა ხო საუბარი. თუ ამ საქმიანობამ ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავალი და სარგებელი არ მოუტანა, მაშინ რა თმინდა მე ეგ? ანუ სადაა ლოგიკა? ანუ მე თუ აქ მაგით ვერ არსებობ და აქედან წასვლა მიწევს, ეგეთი ეკონომიკური წყობა მე არაფერში არ მაწყობს. აქ თავისუფალი ბაზრის პრინციპის მოყვანა როგორც არგუმენტი, როგორი რაღაცა იცი? აი თავისუფალი ბაზრის, ასე თქვათ, ერთ-ერთი ფუძემდებელი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები. და ამერიკაში ხალხმა აერჩია ასეთი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის მთავარი სლოგანი არის American First, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. და ყველას ემუქრება ამერიკა, დონალდ ტრამპი კონკრეტულად გადასახადების აწევით, გარკვეული ეკონომიკური ბარიერების დაწესებით, თუ რაღაცა კონკრეტული გარიგება არ მოუტანს სარგებელს ამერიკას. ამიტომ ეს ბოდვები და რაღაც სისულელეები თავისუფალ ბაზარზე დონალდ ტრამპს მოუყვან ლიბერალებმა. მექსიკაში უფრო იაფად არის რაღაცების დამზადება შესაძლებელი, მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ ეკარხნები არ მაინტერესებს, ან ამერიკელები დაასაქმეთ, თორემ დედას უყირებს თქვენ ეკონომიკას. მოსახლეობაში დამკვიდრდა ასეთი შეხედულება, რომ პროტესტი რისთვის არის? იცით, მთავრობას რომ გავაგებინოთ, რომ ეს არ გვინდა, არ იცის. და მთავრობა ამას რომ დაინახავს, ანდომია და შეცვლის. ეგრე არ მუშაობს. მთავრობამ განა არ იცის რამე. პროტესტი არის პოლიტიკური ძალის გაგრძელება. აი ხა მაგალითად ის პროდასავლელების პროტესტი არის იმ ოპოზიციური ჯგუფების გაგრძელება, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობაში მოსვლას ცდილობდნენ. ვიღაცას შეიძლება იქ დგას და სხვა რაღაცა გონია, სხვა რაღაცა საპროტესტებს გონია, მაგრამ პირდაპირ გაგრძელება, აი იმ პარტიისთვის იბრძვის. იმის ენერგია კონვერტირდება და აქ გვარამიაში. მთავრობა ცოტა რას გავს, იცი, აი ცვლილებები მხოლოდ მას ეხდება. რაღაცა პროტესტი და პოლიტიკური ძალა, როცა ერთმანეთში ირწმება, მაშინ არის პროტესტი ეფექტური, მაშინ არის პროტესტი ძლიერი და შედეგის მომტანი. აი უბრალოდ მთავრობას რაღაცა გავაგებინოთ. ეგრე არაფერი, ყველაფერი იცის მთავრობა. თქვენზე მეტი იცის, კაცო. მანდ ვინ რამდენი მუშაობს, ვინ რამდენი თვითონ დაარეგისტრირეს იქ, სხვამ კი არ დაარეგისტრირა. ყველაფერი იცის.